და მამისა და დედისა და დედისა და მოგესალმებით დაგვიწოთ ჩვენ ვაგდეთ საუბრებს საეკლესიო სამართალზე რომ გითხრათ რომ ჩვენ უკვე განვიხილეთ შვიდი სოფლების ძირითადი კანონები და ის მიზეზები ის გამოც იკრიბებოდა ეს კრებები და იყო საკითხები საეკლესიო სწავლამოძღვრების, დოგმატიკის და იყო ზნეობრივი კანონების და იურისდიქციული საკითხები, სამართლებრივი ნორმები ურთიერთობისა სასულპირთა შორის, სასულპირს და ერისკაცთა შორის, ხელისუფლებასთან და შემდეგ. რაც ეხება საქართველოს ხადია სამართლის ძეგლები საქართველოს არის. ცნობილია უძველესი ესეთი წესების წიგნები, რომელთაც დასულამალი იყო ესეთი უძველესი და ვარაუდობენ რომ ეს კანონები ფარაონის მეფის დროიდან მოდის. რომელზეც ნათქვამია რომ მისგან დაიწყო მწერლობა ქართულია. მაგრამ არ თარიღდება ზუსტად ოდითელია. მაგრამ უკრესობია ახთან გორგაშლის დროს მიღებული კანონები შემდგომში უფრო მოგვიანებით ეხლა არ შევეხები დამაშენის დროს კანონებს, ეს ცალკე დასახებელია რუსული კრების ძეგლის წერა, რადგან ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ახლა. მაგრამ უნდა ჩამოვთვალოთ, რომ ეს კანონები დიდად საერო სოციალურ-ეკონომიურ სამართლებრივ ზნეობრივ საკითხებს ეხებოდა. და ხადია ვიდრე ხელმწიფე მიიღებდა მეფე მირიანი ქრისტიანობას მოინათლებოდა შესაბამისად ეს საეკლესიო კანონებიც არ იქნებოდა საქართველოში იყო საერო ძირითადად ხელმწიფის გარიგებანი. მაგრამ მომდენო საუკუნეებშიც იყო სხვა ესეთი კოდექსები, არის გიორგი ბრწყინვალის დასულამალი და ვახტანგ მეექვსის განვითარებული ერთ-ერთი უფრო დახვეწილი მომზადებული და ჩამოყალიბებული და ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ რუსების კრების ძეგლის წერას. დიდი კვალი დაამჩნია კრებამ და საქართველოში საეკლესიო კანონების არსებობას და შესაბამისად ნორმები ცხოვრებას. და მაშინ ეკლესიის წიაღი მოიცავდა მთელ ერს. ეს ახლა ათეისტური და სხვადასხვა მიმდინარეობები მაშინ კი დავით აღმაშენის დროს ერთი იყო საქართველო ქრისტიანული უკვე დაწებული მეფე მირიანიდან და შემდგომი საუკუნეებით. ამდენად ეს კანონები რუსული კრების მნიშვნელოვანი ჩათის დოკუმენტი საეკლესიო სამართლის ადგილობრივი სამართლის, იმიტომ რომ გიორგი მთაწმინდელის მიერ ითარგმნა რომის იმპერიაში, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მიღებული კანონები და სოფლიო კრებებზე მიღებული კანონები, რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს კანონები ცნობილი იყო საქართველოში. მაგრამ არასაკმარისი, რადგან ქვეყანაში თავისი სპეციფიკური სოციოპოლიტიკური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა კრების მოწევა.
მოგეხსენებათ, რომ ეს პერიოდი დიდი თურქობის შემდეგ საქართველოს გაერთიანა გამთლიანება ბაგრატ მესამის დროს, შემდეგ ისევ პერსპექტიული მოვლენებს ჰქონდა ადგილი და ბოლოს მეფე დავითმა, თვიდა დავით აღმაშენებელმა შეძლო გაერთიანა გამთლიანება ერის უკვე ერთიანი კანონებით, ერთიანი ძალით, ერთი პოლიტიკით, სტრატეგიით და შესაბამისი ღონისძიებებით, რომელიც ქვეყნის მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას და დაცულობას გარემო სხვა ქვეყნების მხრიდან მოიცავს ეს ეპოქა. Então, რა იყო მიზეზი, რომ დამოწევრება ან ეს პროცესი დესტრუქციული და ასეთი სეპარატიზმის ეს მოძრაობა ყოველთ ის იწევს ბრძნეულ პრინციპების დარღვევას. ამიტომ ერთიანი არ არის სამართლის კოდექსი, მაშინ ვისაც როგორ უნდა ისე იქცევა. და თადია თუ მეფეს არ ემორჩილებოდნენ, არც ეკლესიას დაემორჩილებოდნენ. ეს თვითნებობა ზოგიერთი ერისთავრის იყო მიზეზი ამ დიდ მდგომარეობის საქართველოში და ეკლესიის მიმართებაში გამიხატებაში, რომ ეს ერისთავები თავის ოჯახის წევრებიდან იღეს აიყვნენ ეპისკოპოს ხარისხში და მაშინ უკვე იქ არც ეკლესიის სამართალი იყო და საერო კანონი იყო იმ თავრის ბრძანებები, რაც გასცემდა. არ იყო იურიდიულად დაფორმებული, მაგრამ ეს მინება იყო. ამის გამო მოხდა ზოგადად ეკლესიის კანონების დარღვევა, უხეში დარღვევა საქართველოში და 1304 წლებში მოხდა მოწევა ეროვნისა და უბნისში ეს ორი ეპარქია იყო. ერთ მხარეს იყო რუისი, იცით და მეორე მხარეს უბნისი, უძველესი ტაძრები და უძველესი ეპარქიები. და ამ შუაგულ ქართლში მოხდა ეს შეკრება. ორივე ეპარქიას სამი პატივი მიიღო. კრების მოწვევის ინიციატორი მიიღო მეფე. ისე როგორც კონსტანტინოპოლში და რომში მანამდე იმპერატორ კონსტანტინეს მიერ მოწვეული იყო გახსოვთ პირველი მსოფლიო კრება და შემდეგ სხვა იმპერატორ თეოდოსის მიერ იყო მეორე კრება მსოფლიო მოწვეული და შემდგომშიც ხდებოდა მარკიანის და სხვა იმპერატორების დედოფლების ინიციატივით მოწვევა კრებების. ანუ სახელმწიფოს მეთაურს ან ერის უფალს მეფეს მნიშვნელოვანი იყო ერში სახელმწიფო მთლიანობა, ერთობა და დესტრუქციული პროცესები ყოველთვის უარყოფით აისახება მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე. ეს კრება კი შეიძლება დავითის ინიციატივით მაგრამ თავმჯდომარეობდა მაშინ კათოლიკოს პატრიარქი იოანე იყო წამყვანი. თვითონ კრების შემოგვაშით მონაწილეობდა გიორგი ჭონდიდელი, თინო ხუცესი და ასევე სხვა საეკლესიო მოღვაწეები. ვისაც გული შესტკიოდა ეკლესიაში ამ საეკლესიო კანონის ხოში დარღვევების გამო და თვითნებობის გამოვლინება დიდი მასშტაბით. რაც თვითონ ერში იწყებდა უკმაყოფილებას. და ჩვენ ახლა შევიდეთ ამ კრების შესაძლებელი დაწვრილებით ვისაუბროთ. ეს შესავალი საინტერესოა ამ კრების
ყველა კრებას სოფლიო კრებასაც ჰქონდა თავის შესავალი სიტყვა, მაგრამ ეს მაინც უფრო განსხვავებული ინდივიდუალურია და იმიტომ ცოტა შემოგთავაზებთ ამონ არის. შეიკრიბა აფხაზთა ქართველთა რანთა და კახთა მეფის დავით ამოსის ბრძანებით. იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა. მთელი ხილდახილავის სოფლის და ყველა ცნობილი და უზნებადი ბუნების არასისაგან არსებად მოუყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნების შეუგრავებისა და უხსნელობით შეამკო, ხოლო ქვენა სოფლისა ყველა პირი შექმნასა და ხსნილებასა შორის განაწესა. საუთარი ღვთისმეტყველებაა, ხო? შექმნასა და ხსნილებას შორის განაწესაო. უფალი ქმნის ჯერ თორიდაცემამდე უხსნელს, უყდავებისაკენ, ხო თორიდაცემა იწევს სულრღვევას პირველ საწყისი განზრახვის და რადგან ადამიანს თავის ხელოვნება ჰქონდა მინიჭებული, ის გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე მისი დაცემა და გაუკომარება მისი ცხოვრების ურთიერთობის და დამოკიდებული სამყაროს მიმართ და ღმერთთან მიმართებაში. აქედან იწყება ურწმუნოება, პირველ ადამიანებში, თორდაცემამდე ბუნებრივი იყო ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, ქმნილების თავის შემოქმედთან. ხოლო დაცემის შემდეგ ეს გართულდა ეს ურთიერთობა ადამიანის მხრიდან. შემდეგ ამის შემდეგ მოიგონა რაღაც ახალ თუ უცხო დაბადებული ადამიანი, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებასა, მეწყვილის და უტყვის და ყოველივე შექმნის ბუნების ზიარებას. მის მიერ როგორც საერთო საკვირველის მიერ ღმერთთან შესაერთებლად შეიკრიბება ყველა დაბადებული და ხუთივე სახე არსებათა დაყოფისა. თანადროულად დაიშლება. იგი როგორც რაღაც მეორე სოფელი დაამკვიდრა ქვეყანაზე. მცირე დიდში ან დიდი მცირეში. ღვთისმშენიერი და დიდებული სამოთხე. გააშენა ედემის აღმოსავლეთით. აი ასე ის შესავალი არის, რომ კრება განაცხადებს აღიარებას ერთი ღმერთის შემოქმედით ის ქვეყნისა იმის შემოქმედებას და შედეგს ამ შემოქმედების და შედეგს იმ თორიდაცემისა, რაც შემდეგ დაიწყო და შემდეგ ამბოსონ ღვთისმშენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედემის აღმოსავლეთით, მაგრამ როდესაც ადამიანმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული ჯულის აღთქმების საწინააღმდეგოდ გამოიყენა ეშოვის შური და დედაკაცის დუნებით რასაც და განიდევნა ცხოვრების ხისა სამოთხის და ღვთისგან მოროტებისათვის სიკვდილითა და ხსნილებითა დასჯილია. ეს ზოგადი საფუძველი რწმენის სადა ქვეყანა ქმნილება ღვთისა და ღვთის განგებით ვარ ჩვენ ამ ქვეყანაზე და ვექვემდებარებთ ამ განგებას, მის მოქმედებას. ეს არის ავტორიტეტი, რომ საფუძველზე ხდება განსჯა შემდეგ კერძო იმ საკითხებისა. ეს კერძო უნდა ზოგადთან თანხმობაში იყოს, როგორც მცირე დიდში და დიდი მცირედშია. ის ზოგადი კანონი ღვთისა მცირე თითოეულ პიროვნების ცხოვრებაში ცხადდება, მაგრამ თითოეული ცალკე აღებული პიროვნთა ქმნილება იმ ზოგად კანონთან მიმართებაში ყოფება არის და არსებობს. აი ეს ორმხრივი მიმართება, როგორც შეიძლება გამოთქვათ, რომ შექმნა ღმერთმა საყორო ერთობით
და ურთიერთობით. სხვადასხვა ქმნილებები ერთ სივრცეში თან არსებობენ და მათ შორის არის დაპირისპირებაც არის, მაგრამ ერთობაც არის და ეს დაპირისპირებაც კიდევ მათ ერთობას ემსახურება. ამას გავმოხეთ ყურადღებას თქვენსაც. აი ასეთი შესწავლის შემდეგ კრება იღებს კანონებს და დაშქრას ასეთ აკეთებს შესაძლოა დაკავშირებით და ამბობს რომ აღიარებს ადასტურებს რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება რომლის საფუძველზე აღმოცენებულია საქართველოს ეკლესია სამართალი კანონმდებლობა ურთიერთობა აღშენებლობა და სულისკვეთებოდა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ეროვნული და საერთო დამოუკიდებლობა გარანტი იყო ქრისტიანული სარწმუნოების და ზნეობის პრინციპების დაცვის. ეს ერთად განუშორებელი და განუყოფელი პრინციპია და ამიტომაც ბოლო დაშქარია კრება აღიარებს რომ არ გეცნობ შენ ჩვენი სიტყვით მინდო კათოლიკ ეკლესიაო და არ გამცეთ შენ ჩვენო შემოღია მართლმადიდებლობა ჩვენო და რომელშიც არასოდეს აგრაბიცია აგრაბატია ამისთვის. აი ამ აღიარებით იწყება მერე კრების მიერ მიღება კანონების და პირველი კანონი ეხება მდლობის პატივს. რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული იყო, რომელიც არღვევდა მთლიანად ეკლესიის წყობას და ეკლესიის და სახელმწიფო ურთიერთობასთან მიმართებაში იზღვეოდა, რომ ეს სეპარატიზმი საერო თავადების და მთავრების ხელმწიფეს დაპირისპირება. ეს პრინციპი შემოვიდა ეკლესიაში, ანუ ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში თვითნებობდა, იმიტომ მისი ხარდაჭერი იყო თვითონ მისი ოჯახის წევრები, ვინც ხელი შეუწყეს მის დანიშნულებას ეპისკოპოსად და ეს უხეში დარღვევა შეგოს კანონის. რომ ან ფულის მოსყიდვით, რასაც სიმონი ეწოდება, ან ძალისმიერი ზემოქმედებით დაყენება ეპისკოპოსს და მაშინ ეს ეპისკოპოსი და თავარი უკვე შეკრულიყვნენ თავისი თვითნებური არა მე სწავლობთ კანონით, არამედ ესეთი უშუალოების გამოვლენებით და ეპისკოპოსი ხელს აფარებდა თავარს, ან თავისი ოჯახის წევრს, ნათესავს, ან მშობელს, ან ძმას თუ შორეულ ნათესავს და შესაძლოა ისინი კიდე მხარს უჭერდნენ, რომ მას ებატონა. ფაქტიურად ეპისკოპოსი გახდა ანაფოროში მოსული ერისთავრები და თან მეფობდნენ და ბრძანებდნენ თავის ოჯახის წევრებთან ერთად. აი ეს სეპარატიზმი ყველაზე დამარცხებელია ეკლესიისთვის. რომ ეკლესია ერთია, ერთი უფალთან მიმართებაში, უფლის მიერ ერთია. სალომოდრობით ერთია, წმინდა წერილით ერთია, საღვთო ისტორიით ერთია და თავისი სულიერი მოღვაწეობით, კანონით, პრინციპებით ის ერთი არის. იქ არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რაც სახელმწიფოს, ანუ ეს არის უფლის მიერ მოწოდება თითოეული ადამიანისა, ვინც არ უნდა რომ ეროვნებისაც არ უნდა იყოს სამოთხისაკენ, სასופველისაკენ, ჭეშმარიტებისაკენ, ღმერთთან ერთობის აღდგენისაკენ მოწოდება ხდება. და ამიტომაც პირველი დაადგინეს, რომ ასეთი უღირსი ეპისკოპოსები და სამღვდელო დააყენეს სახურებიდან. და მათლაცაც დაადგინეს ღირსეული სასულპირები, რომელსაც
ხალხი იცნობდა და პატივისცემდა და ხოლმე აი ამ შეიძლება უმცირესი ყოფილი და როგორ შემთხვევაში დაფარულნი მართალნი გავწყვიტენ ამ კრებაზე და მადლი ღვთისაც უკვე მოეფინან ქვეყანას. ამიტომ სწორედ აი ამ კრების შემდეგ იწყება დიდი ბრძოლები ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების და მისი წარმატების და განვითარების და მისი ავტორიტეტის გაძლიერების მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მეორე კანონი ასევე ეხება ხელდასხმის საიდუმლოზე არ უნდა მოხდეს აჩქარება, სრულმოკლეობა, ანუ იგი უარსაკო ცხოვრებით გამოუცდელ ადამიანების დადგენა სამდელო ხარისში აყვანა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ განისაზღვროს, რომ მდელთავარი არა უადეს 35 წლისა შეიძლება იყოს აყვანილი ამ ხარისში, ხოლო რაც ეხება მოდელს იქ 30 წელი იქნებოდა, დიაკონს 25 წელი და წინის კითხოს შეიძლება ის ყოფილიყო 8 წლიდან, როცა წერა კითხავს ისწავლიდა, უკვე შეიძლება მსახურება გაეწია. მნათე იქნებოდა სტიხაროსასაც ეძახით კიდევ ნიპო დიაკონი, კერძო დიაკონი და მკითხველი ან გალობელი. ანუ ღვთისმსახურებაში მოძრაობას მიიღებდა თავისი ასაკის შესწავლით ფარგლებში. აი ეს მეორე კანონი, რომელმაც მის ფართო შესაძლებლობა ეკლესიის დიახში ახალგაზრდების შემოშლის და აი განახლებული ძალით აღდგენის ეკლესიაში მისი სამართლებრივი ნორმების. შემდეგი მესამე კანონი არის ხელდასხმა დაახდების წესების დაცვით და რა უწესოთო და ამ შემთხვევაში გულისხმობდა, რომ ნაჩქარი ერთეულოდ არ შეიძლებოდა დიდი სისწრაფით ერთი პიროვნების შეაყვანა დღეს დიაკვნად ხვალდლად მერე ეპისკოპოსად არა მას გარკვეულ გამოცდილება და მიიღო თავის ხარისში მსახურების. თუ მცირედში არ იქნები მართალი და ერთგული მეც ვინ მოგცემსო, ეს პრინციპი არის. ამიტომ ხელდასხმის შემდეგ გარკვეულ დრო ეძლევა ამ გამოცდილების შესაძენას და მისი პიროვნების და მის თვისებების ხასიათის გამოვლენაც ხდება ამ დროს. ანუ გამოცდა იყო ხელდასხმა და შემდეგი საფეხურისათვის მოსამზადებლად. და რამდენი ხანს იქნებოდა ესეთი ხელდასხმის შემდეგ, გასაზრდელი გარკვეულ სასაკუთრებრივი ბარიერი, როგორც თქვით, თუ დიაკონი დაკურთხა 25 წლის მაშინ ცოტა 5 წელი 30 წლამდე მანდა ყოფილიყო მსახურებაში და მერე უკვე იკურთხებოდა ნამდვილად. არ შესაძლებელი იყო თუ იმსახურებდა ამას. და ასე შემდეგ მოდლობაშიც უნდა გაეტარებინა არანაკლებ 5 წლისა, რომ შემდეგ საკითხი დელთავად ხელდასხმის. აი ეს ერთ-ერთი კიდე უნიშნულოვანი კანონი, რომ არასრულწლოვანი ცხოვრებით გამოუცემელი ადამიანის სასწაულ ხარისში აყვანა დიდი სასტურია მისთვის. იმიტომ რომ მისეთი ხედავს ხალხის დამოკიდებულებას და მეორე ამის არის დაცულების თვისებას, პატივმოყვარეობის, დიდების მოყვარეობის, ფესვის მოყვარეობას და სხვა. ამიტომ ამდენი წელი გამოსასწორად ეძლეოდა. არის შემთხვევები გამონაკლისი, გარკვეულ დროის და მიხედვით გამო შეიძლება
მოხდა იყო დროებით დაჩქარება და ერთ-ერთი მაგალითი არის რომ საქართველოში ბოლშევიკურ რეჟიმის დამყარებამდე იყო მოქმედი 1700-ზე მეტი ტაძარი და უკვე 80 წლის დასაწყისში საუკუნის საუკუნეები 50-მდე დაყვანილი ანუ 1600-ზე მეტი ტაძარი დაიხურა შესაბამისად სამძულო დასიდანაც ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგი შეაშინეს და ფაქტობრივად ის მოთერის კაცი მსახურობდა ისტორიას ან ლიტერატურას ასწავლიდა სკოლაში ქვედა კლასებში. თუ განიმუშებოდა და პროექტა სამძულო მსახურებაზე უარს ამბობდა. აი ამის გამო ხალხში გაიღვიძეს წმენდან სულისკვეთებამ და აიწოს აღშენებლობა აღდგენა ძველი ტაძრების აღშენება ახალ ტაძრების და ტაძრებში იყო საჭირო დადგენა მდევრ მსახურთა და შესაბამისად უკვე შეიძლება ეს ბარიერები ასაკობრივ რაც სულისკვეთის იყო დადგენილი შეიცვალა და საჭიროს და მიხედვი ხდებოდა უკვე მიღება სხვა კანონის რაც თავისთავად გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა. რომ ასე უცებ გამოუშენ ცხოვრებს ადამიანის უცებ ასე ამაღლება, თვითონ ადამიანის სურათს მოქმედებდა. ხდებოდა პრეტენზიული მომთხოვნი თავის პიროვნების მიმართ და სახის მიმართ განსაკუთრებულ გამოხატვას ის პატივისცემის და ამ შემდეგ. რაც თვითონ მას ზნეობრივად აზიანებდა. იმიტომ რომ ესეთ ჯამში ეს აპარტამენტის ზრდას უწევდა ხელს. შემდეგი არის კანონები რის მიხედვით ხდებოდა ხელდასხმა, აქაც იხსენება, რომ ამ წესით ხდებოდა არა მოგონილი ოთხი სხვა წესი და ეს არის ხელდასხმის სრულების წესი, ისინი დაასრულეს როგორც ნეტარი მოხსენებული გიორგი თათმიდელის ახალ კურთხევანში აღწერილია. ხო. ასევე ხდება თვითონ ეკლესიის კურთხევას, მისი საკურთხევლის დამყარებას და თვითონ ტრაპეზის დამყარებას და სრულად ხდებოდა განახლება და გაწმენდა ეკლესიის. როგორც შინაგანი, ისე გარეგნულის. ასევე მეხუთე კანონი უკაცრად ჭდის ეგეთო სიმონის ცოტას სიმონ მოგვიდა მოდის რომელსაც მოციქულებს ფული შესთავაზა მომეციტო ეს ძალაურდა თქვენ საშუალებას ახდენთ რომ მეც ვახდინო როდესაც მკაცი პასუხს მიიღო პედემოციქულისგან როგორ გაბედეშენო ღვთის მადლი ფული დაიყიდო რომ ღვთის მადლი ფული დაიყიდება მაგრამ გარეგნულად ვინცაც ფული მიიღებს ამ ხარისხს და უდლის და შემოსევს ანაფორს და შესაბამისად რეგალიებს ასოპირის შორის ის სულიერობისგან შორს არის აიტომ დინასტიური მისისას და გარემო ყოფი ადამიანებისაც შემდეგ და ეს და კაცად იჯებოდეს თოდა ხელდასხმის დროს, ხელდასხმის შემდეგ, გთავს, ეძღვნის და ემბლომის კათოლიკოს ეპისკოპოსებისა, დიაკონებისა, ეპისკოპოსები და დიაკონებისა, უბნებისა, ეპისკოპოსების სამწოდასის სხვა წარმომადგენელთა და ეკლესიის მნეთაგან. არავისგან არ მიიღებაო, არავისგან მიიღო. არავის დღისების შესაბამისად მისი ცოდნა განათლების და ცხოვრების გამოცდილების, სულიერი ცხოვრების გამოცდილების შესაბამისად და ხდებოდეს მისი ხელდასხმა. ცხადია ეს ითხოვ გარკვეულ დროს ეს გამოცდა სულიერი
ღირსების ადამიანსა გარკვეულ დროში თხოვს და გარკვეულ სიტუაციებში ყოფნას. შემდეგი ასე კანონები უნდა განსაკუთრებული ყურადღებით და სივრცეთ იყოს საეკლესიო და სამსახურო ჯუჯის მიმართეს, პარტიმ ფეშხომი, ვაშხოვი, ლახვარი, დაფარნები, ისაც უშუალოდ ემსახურება უდიდეს საიდუმლოს თვითონ დაგვიტოვა სერობაზე მან პური განტეხა და აკურთხა ესეთი ხორცი შემთხვევით განტეხილი მისატვირთ სოდათა ასევე ღვინოს სასმისი ღვინით აკურთხა უფალო თქვა ეს ჩემი ახლის საათი თქვენთვის და მოდი დათხეული მისატვირთ სოდათა აი ამ უდიდესი საიდუმლოსი აღსრულების ისე ხდის კურთხევი და ხდის მადლით ამას ყოფნა ჩემ და მოსაგრონებლად თუ აბოშუფალი იგი ამას საუბრის მანძილზე მოგზაურობდეს უდიდესი საიდუმლო ქრისტეს და ხორცის მოხსენების და მისი მადლით კურთხევის და ამ სიტყვასთან ადამიანთა ზიარების განსაკუთრებით მათი სულის და გონებისა გულისა Então, am საიდუმლოსთან შეხებაში და მსახურებაში ის ასევე წმინდა უნდა იყოს და ანუ ეს ჯურჯელი სამთელო მსახურო უნდა ყოფილიყო ძვირფასი ლითონის ან ოქროს ან ვერცხლის შეიძლება ყოფილიყო ძვირფასი ხის გაკეთებული ან ქვის გამოთვისობილი ესეთი კონსტანტინოპოლში მისი დიდების დროს სარდიონისგან გამოკვეთილი ბარზიმებიც იყო ესე და იშვიათია სარდიონი უგასათობური ქვა არის და როგორ შტაბიზე დოვიდა ის ტრაპეზზე და იყო და ასევე კანონი ამბობს რომ ეკლესიის და საკურთხევლის გარეშე არც ნათლისმცემა შეიძლება, არც გვირგვინით აკურთხება, არ შეიძლება, არც მონაზეს კურთხება ისტორითა და სქემითა. არც მონაზონ უდეოს არ აქვს ნება გვირგვინის კურთხევისა. არც უდეოს არ აქვს ნება მონაზონი აკურთხოსო. აი ესეთ როგორ გამიჩნდა რომ საერო უკაცრავად პირად აღკვეცილი და სასურვო პირი უკვე ჯვისწერას არ უნდა სრულდებდესო. რატო? მისი მოღვაწე სფერო სხვა არის. დაყუდება, მდუმარება, ყუდროება და საერო რაც ვნებიან შეკრებებს და დასრულება. ცხადია რომ საიდუმლო შესრულებას ჯვისწერას და გვირგვინის დადგმას ახალ შეუგლებელ თურქმანზე მოყვებოდა შემდეგ ტრაპეზის სუფრა და იქ ყველაფერი აუდამისლიყო თუ მიდოდა მხოლოდ გონდოლებით წახნით სანამ გამხიარებდა ხალხი და დაიწყებდა როგორც ეკო ზედმეტი სიმღერები მაშინ და გაშორებულიყო იმიტომ რომ უნებლიეთ მას როგორც რიგით ადამიანს და სასოფიოსად შეეხებოდა ეს აყვებოდა ამ სიმღერას თუ ცეკვას თუ სმას და რაც შეეხებოდა მის ავტორიტეტს ხალხში გაუბრალობა ხდებოდა მისი ხარისხისა და მის მერთ პატივისცემის ჩვენ სულ არის ჩვენეთა 19 ესეთი კანონი ჩვენ შემდეგ შეკრებაზე კიდევ განსაკუთრებით ვისაუბრეთ ამ კანონებზე. ეს დაგემშვიდობეთ, მეტად დაგვწევთ.